მე ასე ორი მიმართულებით ვფიქრობ, პირველ რიგში როგორც იურისტი, როგორც თუ წმინდა იურიდიული კუთხით შევხედავთ, მოლოდინი უნდა იყოს ერთადერთი, ეს არის გამამართლებელი. რატო? იმიტომ რომ ამ საქმეში სრული პასუხისმგებლობით თუ სადმე სამართალი არსებობს. როგორც იურისტი, ეს არის იურისტის პასუხი, რომ გამამართლებელი უნდა იყოს განაჩენი, ერთადერთი ეს არის სწორი ვარიანტი, იმიტომ რომ საქმეში ეკა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანის დანაშაულს. ჩვენ პროცესზე რამოდენიმე ათეული მოწმე გამოვკითხეთ და რამოდენიმე 8 ტომიანი საქმეა ეს ვებხეკაცრაძის და დანარჩენი ბრალდებულების საქმე, მაგრამ ეს მასალები არის ხელოვნურად შეყრილი შიგნით და მოწმეებიც ვითომ მოიყვანეს დასაკითხად, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები არც ერთი მოწმე სხვათა შორის, აი ხომ მოყავთ ხოლმე სრულ მოწმეები, მაგრამ ეს მოწმეებიც რომელთა პასუხებში უამრავი შეუსაბამობა შეიძლება დაიჭირო, ეს მოწმეებიც კი ვერ ამბობენ, რომ ვეფხიამ, ან რომელიმე მათგანმა ან ქვაისროლა, ან რამე დააორგანიზა, ან რამე დანაშაული ჩაიდინა. არც წერილობითი მტკიცებულებები არის საქმეში, არც მოწმეები ამას არ ამბობენ. და მე ბოლო პროცესზე კი არა, პირველივე პროცესზე კითხვა, რაც პროკურორს დაუსვია, იყო შემდეგი, რომ აი ვეფხიას რომ აბრალებთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. გთხოვთ მეთქი დამისახელეთ ამ ჯგუფის ერთი წევრის სახელი და გვარი მითხარით. არ იციან სახელი და გვარი. იმიტომ რომ ეგეთი ჯგუფი არ არსებობს ბუნებაში. და რო ეკითხები, რომ აი ვეფხიასთან ერთად რო ის დანარჩენი 7 ადამიანია, ისინი იყვნენ ამ ჯგუფის წევრები? ამაზეც პასუხი არა აქვთ. აი რაღაცა მიედებიან, მოედებიან, მაგრამ კი ის არ ამბობენ. და მე რო ეკითხები, რომ აი თუ ესენი იყვნენ ჯგუფის წევრები, რანაირად ქონდა კომუნიკაცია ვეფხიას? ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, დადასტურებული მოცემულობა, რომ ვეფხია დანარჩენ ბრალდებულებს ერთადერთი კაძილაშვილს ესაუბრებოდა იმ რაღაცა გაურკვეველ ვიდეოში, რომელიც გამოაქვეყნეს. მაგრამ დანარჩენ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში შემსრულებლებს ვეფხია არ იცნობდა და მარტივ კითხვას ვსვამ, როგორ აორგანიზებს პირი დანაშაულს, თუ კი ამ ჯგუფის წევრებს არ იცნობს. რა ფორმით ჰქონდათ კომუნიკაცია? დაურეკა? არა. შეხვდა? კი, არა, ყველაფერზე არა არის პასუხი. რომელიმეს იცნობდა? არა. შეხვდა რომელიმეს? არა. დაურეკა? არა. მიწერა? ან რანაირად დაამყარა კომუნიკაცია? აი ბუნება შეიძლება არსებობდეს ეგეთი შემთხვევა, რომ პირმა დააორგანიზოს დანაშაული, მაგრამ კომუნიკაცია არ დაამყაროს ჯგუფის წევრებთან. ეგეთი რამე არსებობს? აი დანაშაული კი არა, აი ვაშლის კრეფა მაგალითად შეიძლება რომ ორგანიზატორმა დააორგანიზოს ვაშლის კრეფა და მკრეფავებს არ დაეკონტაქტოს. ეგეთი რამე ხო არ არსებობს? ამიტომ მართალია მასონების ხმები ჩაეჭრა. ხო, აი ვეფხიამ სხვათა შორის ეკითხვა დასვა, რომ მე ან თქვენ ფიქრობთ, რომ შემჩნეული არიან ეს ხმები, რომ ჩაესვითა. შეიძლება ანალოგია გონია. ეკითხვა დასვა ვეფხიამ ზუსტად, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ტელეპათიური უნარები მაქვს, რომ ისე რომ რაღაცა ზებუნებრივი ძალებით დავამყარე კონტაქტი იმ პირებთან, რომელსაც არ ვიცნობდი. მათ შორის ერთ-ერთი ამ ჯგუფის წევრი აზერბაიჯანელი არის, რომელმაც ქართული არ იცის, ვეფხიამ კიდე არ იცის აზერბაიჯანული ენა. ანუ ისინი ერთმანეთს უბრალოდ ვერ დაეკონტაქტებოდნენ, მაგრამ ერთ ასე ვთქვათ, საბრალდებო სკამზე ისხდნენ და როსამ კითხვას და ბოლოს ერთ წინადადებას დავამატებ კიდე, ნახეთ, ერთი აქცენტია ეს, რომ რანაირად არის ჯგუფი, თუ კი ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, ხო? და მეორეა, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ტიპის ამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაშია დამთავრებული დანაშაული, თუ ამ ორგანიზებას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება მარტივად რომ ვთქვათ. და მე ეგ კითხვა დავსვით თავშიც და ბოლოშიც, რომ აი ამ ბრჭყალებში დაორგანიზებულმა ქმედებამ რომელი პირის ან რა ნივთის დაზიანება გამოიწვია შედეგად. ამ კითხვაზეც პასუხი არც თავში და არც ბოლოში ბრალდების მხარეს არ ჰქონდა. მოიყვანეს პოლიციელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ დავზიანდით აქციაზე ოღონდ კონკრეტულად ამათ დაგვაზიანეს. არა, მაგ კითხვას რომ უსვამ, აი რომელი იყო ის, ვინც დაგაზიანეთ, ეს ჩვენ არ ვიცით და მე ეს ზოგად კითხვასაც უსვამდი, აი თქვენ კი არ დაგინახავთ, მაგრამ ვინმესგან ხომ არ გსმენიათ, აი ირიბი მტკიცებულება ხო არ არის, რომ მაგალითად ვეფხია სახელი და გვარი გაიგეთ სადმე, ან ვიღაცამ აგიღწერათ მსროლელის, ასე ვთქვათ, აი ამ დანაშაულებრივი საგნის მსროლელის რაღაცა გარეგნული ნიშნები, რომელთაც ჩვენ ამოვიცნობთ. ან ყველაფერზე არა. და შესაბამისად მე როგორც იურისტი თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე, მოლოდინი უნდა მქონდეს, რომ ასეთ მოცემულობაში
აი ამ სასამართლოშიც კი ჩემთვის წარმოუდგენელია როგორც იურისტისთვის გამამტყუნებელი განაჩენი. ეს არის ერთი პასუხი, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცით რა რეალობაშიც ვცხოვრობთ და ეს საქმეები, არა მარტო ვეფხის საქმე, სხვა საქმეებიც ბუნებრივია. ჩემთვის როგორც ამ უკვე მოქალაქეობრივად და ამ ქვეყნის ასე ვთქვათ მიმდინარე მოვლენებს რო ვაკვირდები, ჩემთვის ეს საქმეები არის სისტემის მესიჯი, როგორც ამ ბრალდებულებისთვის, ისევე აქციაზე ადრე მყოფი ან მომავალში წასვლის აქტიური ადამიანებისთვის. იცით რა, თქვენ შეიძლება მე იურიდიულად დანაშაული ვერ დაგიმტკიცო, მაგრამ მაინც ჩაგვსვავ ციხეში, ამიტომ ფრთხილად იყავი, გაჩუმდი, პირში წყალი ჩაიგუბე, აქციაზე ნუ გამოხვალ, სხვა შემთხვევაში შენ წახვალ ციხეში. აი ეს ამ მესიჯის გატარება უნდა.